ახალი მოძრაობის დაფუძნება დაანონსა MMA-ის მებრძოლმა გიორგი ქართველიშვილმა, ითქვა, რომ ორგანიზაციის მიზანი სიწმინდეების, წინაპრების, რელიგიისა და ისტორიის შეურაცხყოფაზე მყისიერი რეაგირება იქნება. ორგანიზაციაში გაწევრიანება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია. აღნიშნულს უკვე მოჰყვა პოლიტიკური შეფასებებიც, ოპოზიციის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ მსგავსი გაერთიანების შექმნა ქვეყანაში დაძაბულობას კიდევ უფრო გაზრდის. ასევე გაავრცელა სოციალურ ქსელში განცხადება ნიკა გვარამიამ, ნიშანდობლივი რამ უთქვამს თუ საჭიროა ციხეშიც წავალო. გააგებინეთ, რომ ამ რაზგონით, როგორც წესი, მორგში მიდიან, ციხეში კი არა. რასაც ეგ საბრალო ბრიყვი ანონსებს, მორალის პოლიცია კი არა, მასობრივი ძალადობის და ანგარიშწორების ინსპირაციაა, ფსევდომორალის სახელით წერს გვარამია. მართლ გუნჩი კი აცხადებენ, რომ სარწმუნოების, ეროვნული ფასეულობების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მნიშვნელოვანია, თუმცა ნებისმიერი ნაბიჯი და საქმიანობა მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა განხორციელდეს. ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნულ საკითხებზე აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომელთა გარშემოც ქართველი ერია გაერთიანებული. სწორედ ამიტომ დღეიდან ჩვენი საინიციატივო ჯგუფი ქართული ღირებულებების, ფასეულობებისა და ტრადიციების დასაცავად აფუძნებს სახალხო მოძრაობას და უცხოეთიდან დაფინანსებული გარე ინტერესების მონურმორჩილებაში მყოფი გაუკუღმართებული იდეოლოგიის მქონე ადამიანებს და მათგან შემდგარი ჯგუფების წინააღმდეგ იწყებს ბრძოლას. ამ პროცესში თითოეულ პატრიოტ ქართველს შეუძლია შემოგვიერთდეს. შესაბამის მოუწყებებმა უნდა მიიღონ სასწრაფოდ გადაწყვეტილება და აღკვეთონ ასეთი ფორმირების ეგრეთ წოდებული ანტიკონსტიტუციური მორალის პოლიციის შექმნის მცდელობა. ასეთი რამ არ მოხდა, ამ შემთხვევაში სახელმწიფო გამოვა თანამონაწილე იმ ძალიან ცუდი პროცესების, რაც შეიძლება ამ გადაწყვეტილებას მოყვას. ეს იქნება ძალადობა თავისუფალ აზრზე, ძალადობა გამოხატვის თავისუფლებაზე. ეს კვლავ დაგვაფრუნებს იმ ძველ და შავბნელ 90-იან წლებში, როდესაც ამ ქვეყანაში იყო ქაოსი. თუ იმას უნდა რომ შექმნას ორგანიზაცია, იმის ამას შექმნის კანონმდებლობის საფუძველზე, ხას უსვა. ასევე კანონმდებლობის ფარგლებში, თუ კი ვინმე შეეცდება ან ადამიანთა ჯგუფი, რომ საკუთარი ქართული იდენტობა იყოს დაცული, ეს მხოლოდ მისასალმებელია. ეს როგორც არასდროს საქართველოს აქვს გამოწვევა. ყველა მიმართულებით, ყველა მხრიდან არის შეტევა იმაზე, რომ საქართველოს ქართული იდენტობა როგორმე დაავიწყო. ამ იდენტობაში გულისხმობ რწმენას, საკუთარ ისტორიას, საკუთარ მომავალს, სუვერენიტეტს. ყველას აქვს უფლება რომ გაერთიანდეს და საკუთარი აზრი დააფიქსიროს, ამავდროულად ეს უნდა იყოს კანონის ჩარჩოებში სრულად მოხვედრილი. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და კარგია, როდესაც ადამიანებს აქვს სურვილი, რომ დაიცვან ხმა აღიმაღლონ ქვეყნის კულტურის, ქვეყნის რწმენის, ადამიანების უფლებების, ისტორიის წინააღმდეგ მიზან მიმართულ ქმედებებზე. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის დაცვით და სრულ სარჩოებში.